ჩემ ერთ-ერთ ვიდეოზე, ბოლო ვიდეოზე ძალიან დიდი კომენტარი დამიწერა, არ ვიცი ვინ არის, ვიღაცა კაცმა დახარიაზე და თარგამაძე გიორგიზე ვლაპარაკობდი და ამას მოაყოლა ძალიან გრძელი კომენტარი. სადაც მეუბნება, რომ შენო ვერ ხედავო რაღაცა ქოცები როგორ ღალატობენო ამ ქვეყანასო, ვერ ხედავო რომ პუტინის მთავრობა არისო, ვერ ხედავო რომ რუსებზე გაყიდესო ეს ქვეყანაო და აი შტაბ-ჭრილება დამჩა რომ TV პირველის მთავარის და აი გვარამიას და მაგ ადამიანების მსმენელია. და აი ასეთ ადამიანებს უპასუხებდი. ამაზე მე პასუხი მაქვს აქამდეც გაცემული რომ სანამ ნაციონალური მოძრაობა იქნება ოპოზიციის ავანგარდში, მე ოცნებას არ გავაკრიტიკებ. ღმერთმა არ ქნას ისეთი რამე შეცდომა დაუშვან ან განზრახ რამე რეპრესიები გაატარონ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნაცები ოპოზიციის ავანგარდში არიან, ამის მიუხედავად მომიწიოს ოცნების გაკრიტიკება, მაგრამ მე პირობა მაქვს ჩემ თავთან მიცემული, რომ სანამ აი ნაცები, აი ეს ნაბოზრები იქნებიან ოპოზიციაში და პრეტენზია ექნებათ ხელისუფლებაზე, არასდროს არ გავაკრიტიკებ. რაც შეეხება ივანიშვილის მოღალატეობას და რომ რუსებს მივეცით თურმე ტრაკი და რაღაცა სირობებს რო წერენ. ადრეც ვიძახდი, მithქვია და ეხლაც ვიტყვი. რუსებს მიცა ტრაკი თქვენმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყველანაირი გაგებით. ჯერ კანონმდებლობა მოუწეს რიგა და ახალგორის რაიონი მიაწება ცხინვალის რეგიონს, კოდორის ხეობა მიაწება იმას, რა ქვია, ვითომ აფხაზეთის შემადგენლობაში შეიყვანა და შემდეგ აი ეს რაღაცა გაუაზრებელი 2008 წლის ომი, რომელიც პატრონების დავალება იყო, შეასრულა. აი ეგ არის, რავიმე, ქვეყნის ღალატიც და ტრაკის მიცემაც რუსებზე. რაც შეეხება ქოცებს, ერთის რამე ხელმოსაჭიდი საბუთი ან რამე მყარი არგუმენტი, რატო გგონიათ, რომ რუსებს მიცეს ერთი ადგილი, ან რაში გამოიხატება ეს რუსებისთვის ტრაკის მიცემა, რომ ვინმე გამაგებინოთ რა. ანუ რუსებს ტრაკი მივეცით იმიტომ, რომ ვიღაცების ინტერესებს არ შევწირეთ საქართველოს და ვიღაცების ინტერესების გამო ეს ქვეყანა რო ცეცხლის ალში არ გახვიეს და რა ვიცი მე ხალხი ამოსახოცად რო არ გაიმეტეს, მაგას თუ ეძახით თქვენ რაღაცა რუსების შნირობას და რუსებს ერთი ადგილის მიცემას, არ ვიცი, მაშინ ნახევარი მსოფლიო რუსებისთვის ტრაკის მიმცემი ყოფილა და ტრამპი ყოფილა ნომერ პირველი რუსებზე ტრაკის მიმცემი. თქვენი ლოგიკა ეგეთია. ყველას გირჩევთ აი ამ ადამიანებს, ვინც ამ რაღაც სიგიჟეებში ხართ წასული, რომ ცოტა ხანი გათიშეთ აი ეგ ოპოზიციური არხები და არც ხელისუფლების არხებს უყუროთ და არც ოპოზიციის არხებს. უბრალოდ აი დაისვენეთ აი ამ რაღაცა ღვარძლისგან და აი ამ ბოროტებისგან და ამ გიჟობისგან, რასაც ანთხევენ გრიგოლიები, მელაძეები და თარგამაძე დედამოწყნულები და ვიღაცები. კეზერას შენირები. ეგენი არ არიან ჟურნალისტები, ეგენი არ არიან ტელევიზიები. ეგენი არიან ჩვეულებრივი პარტიული დანაყოფები, რომლებიც წლების განმავლობაში ეწევიან ძალიან ცუდ საქმიანობას, რასაც ქვია ადამიანებისთვის ტვინების გამორეცხვა და ადამიანების გამოშტერება. აი, ეგ დაგმართათ თქვენმა ნაციონალურმა მოძრაობამ და იმ არხებმა, ვისიც ასე ძალიან გჯერათ. ამის თქვა მინდოდა აი ამ ვრცელ კომენტართან დაკავშირებით, რომელიც დამოწერეს.